აი დაფიქრებულ ხართ, ოდესმე რა ჯადოქრობაა ჩვენი შეტყობინებები წამებში რომ აღწევს დედამიწის მეორე ბოლოში. თითქოს მაგიაა რა. სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან დგას ერთი ძალიან კონკრეტული რამ, მარშრუტიზაცია. მოდით ამ ჩვენს ახალ გარჩევაში სწორედ ამ ციფრულ სასწაულში გავერქვეთ. აი მაგალითად, აგზავნით იმეილს, დააჭირეთ ღილაკს, გაგზავნა და всё, წამებში ადრესატთანაა თუნდაც ის მსოფლიოს მეორე მხარეს სიჯდეს. კი, მაგრამ როგორ ხდება ეს? ხომ არ არის რაღაც ქაოსური პროცესი? პირიქით, ამის უკან დგას საოცრად ჭკვიანი და რაც თავარია ძალიან ორგანიზებული სისტემა. პასუხი კი, როგორც უკვე ვთქვით, მარშრუტიზაცია. ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სუპერ სწრაფი GPS თქვენი მონაცემებისთვის. წარმოიდგინეთ, ყოველი ფაილი, იმეილი თუ ფოტო, რასაც აგზავნით, იშლება პაწაწინა ნაწილებად, ანუ პაკეტებად. და აი, მარშრუტიზაციის საქმეა, რომ თითოეულ ამ პაკეტს უპოვოს ყველაზე სწრაფი და საუკეთესო გზა დანიშნულების ადგილამდე. მაგარია არა? კარგი, ესე იგი, ჩვენს მონაცემებს საკუთარი GPS-ი ქონია. მაგრამ აი როგორ მუშაობს ეს ყველაფერი სინამდვილეში? მოდით უფრო ღრმად ჩავიხედოთ და ვნახოთ, რა ხდება კაპოტის ქვეშ, როგორ პოულობს ეს სისტემა ყოველჯერზე საუკეთესო გზას. თუ ცოტა ტექნიკურად ვიტყვით, მარშრუტიზაცია უბრალოდ ქსელური ტრაფიკის ნაკადს მართავს. უნდა გვესმოდეს, რომ ინტერნეტი ერთი მთლიანი ქსელი კი არაა, არამედ მილიონობით პატარა დამოუკიდებელი ქსელის, ანუ ქვექსელის ერთობლიობა. და მარშრუტიზაციის მთავარი ამოცანაც სწორედ ესაა, თქვენი მონაცემები ამ უზარმაზარ ლაბირინთში არ დაიკარგოს და სწორ გზაზე გაიყვანოს. და ამ მთელი პროცესის მთავარი მოქმედი პირი არის მარშრუტიზატორი, ანუ ჩვენთვის კარგად ნაცნობი რაუტერი. წარმოიდგინეთ, ის არის ერთგვარი მოძრაობის მაკონტროლებელი, აი, გზაჯვარედინზე რომ დგას პოლიციელი. როცა მონაცემების პაკეტი მასთან მიდის, რაუტერი ამოწმებს მის პასპორტს, ანუ მისამართს და წყვეტს საით გაუშვას, რომ მიზანთან უფრო ახლოს მივიდეს. აი ეს სურათი ზუსტად ამას გვიჩვენებს. აქ მაგალითად, NAT ტექნოლოგიის დახმარებით რაუტერი თარგმნის შიდა, კერძო ქსელის მისამართებს გარე საჯარო ინტერნეტის მისამართებად. ფაქტობრივად ის ერთდროულად არის მართველიც და მცველიც თქვენს სახლის ქსელსა და გლობალურ ინტერნეტს შორის. კარგი, მაგრამ ჩნდება კითხვა, საიდან იცის რაუტერმა რომელია საუკეთესო გზა? ჰაერზე ხომ არ წყვეტს არა? რა თქმა უნდა არა. საქმე იმაშია, რომ რაუტერები ერთმანეთს მუდმივად ესაუბრებიან და მისდევენ კონკრეტულ წესებს. სწორედ ამ წესების კრებულს ჰქვია მარშრუტიზაციის პროტოკოლები. ეს არის ასე ვთქვათ ქსელის საგზაო ნიშნები და მოძრაობის წესები. დიახ, ეს პროტოკოლები არის რაუტერების მთავარი წესების ჭიქი, მათი საგზაო რუკა. ისინი არ არიან სტატიკურები. პირიქით, რაუტერები მუდმივად ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთთან, რათა გქონდეთ ქსელის ცხოცხალი განახლებული სურათი. მაგალითად, რომელი გზაა გადატვირთული, სად არის საწობი, რომელი გზაა თავისუფალი და რომელი საერთოდ ჩაკეტილი. და ნუ გონიათ, რომ ყველა წესი ერთნაირია. პირიქით, სხვადასხვა სიტუაციისთვის სხვადასხვა პროტოკოლი არსებობს. მოდი ვნახოთ. პირველია RIP. ეს ყველაზე მარტივია. ირჩევს გზას, სადაც ყველაზე ცოტა გაჩერება, ანუ რაუტერია. იდეალურია პატარა ოფისისთვის. შემდეგ მოდის OSPF. ეს ბევრად უფრო ჭკვიანია. ის მარტო გაჩერებებს კი არ ითვლის, არამედ გზის სიჩქარეს და დატვირთვასაც აფასებს. თითოეულ რაუტერს მთელი ქსელის სრული რუკა აქვს. ეს უკვე დიდი კორპორაციების დონეა. და ბოლოს გვირგვინი, BGP. ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით ინტერნეტის ხერხემალი. ის ცალკეულ კომპიუტერებს კი არ აკავშირებს, არამედ უზარმაზარ ქსელებს, მაგალითად, თქვენს ინტერნეტ პროვაიდერს სხვა პროვაიდერებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, ეს პროტოკოლები შეგვიძლია ორ დიდ ჯგუფად დავყოთ. პირველია შიდა პროტოკოლები, ანუ IGP, როგორებიცაა RIP და OSPF. ისინი მუშაობენ ერთი კომპანიის, ერთი ორგანიზაციის ქსელის შიგნით. ეს იგივეა, რაც კომპანიის შიდა პოსტა, რომელიც წერილებს ერთი დეპარტამენტიდან მეორეში ატარებს. მეორე კი არის გარე პროტოკოლი, EGP, რომლის მთავარი წარმომადგენელიც BGP-ა. ეს უკვე გლობალური საფოსტო სისტემაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საფოსტო სამსახურებს აკავშირებს ერთმანეთთან. ანუ ეს არის პროტოკოლი, რომელიც ქსელებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. კარგი, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო თეორიაა, მაგრამ მოდით პრაქტიკაზე გადავიდეთ. ალბათ გონიათ, რომ ამ ყველაფრისთვის $1000 დოლარიანი სპეციალური მოწყობილობებია საჭირო, ხომ? არა და რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ამის გასაღები შეიძლება უკვე თქვენს სერვერზე იყოს? დიახ, საუბარია Windows სერვერზე. დიახ, არ მოგესმათ. ჩვეულებრივი Windows სერვერი 2016 შეიძლება სრულფასოვან მძლავრ რაუტერად ვაქციოთ. ეს წარმოუდგენლად მაგარი და მოქნილი ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს დაზოგონ ფული და მართონ საკუთარი ქსელი პირდაპირ ოპერაციული სისტემიდან, ძვირად ღირებული რქინის გარეშე. მოდით ახლა ძალიან ზოგადად, ზედაპირულად გადავხედოთ, რა ძირითადი ნაბიჯებია საჭირო ამ ფუნქციის გასააქტიურებლად. შეგეშინდებათ, მარტივია. პროცესი ძალიან რომ გავამარტივოთ, სულ 3 ეტაპისგან შედგება. ნაბიჯი პირველი. სერვერს ვანიჭებთ, ასე ვთქვათ, მარშრუტიზატორის როლს. ნაბიჯი მეორე.
სპეციალური პროგრამის ოსტატის დახმარებით ვასწავლით მუშაობის ძირითად პრინციპებს და ნაბიჯი მესამე. ვაძლევთ კონკრეტულ წესის წიგნს, ანუ ვირჩევთ პროტოკოლს, რომლითაც მან უნდა იხელძღვანელოს. აი ყველაფერი სწორედ აქედან სერვერ მენეჯერიდან იწყება. ჩვენ ვამატებთ ახალ როლს, კონკრეტულად remote access და მის შიგნით ვრთავთ routing service. ფაქტობრივად ამ ერთი ტიკით ჩვენ სერვერს სრულიად ახალ შესაძლებლობას ვანიჭებთ. ვაქცევთ მას ქსელის ტრაფიკის მმართველად. როლის დაყენების შემდეგ უკვე დგება ყველაზე საინტერესო მომენტი. ვირჩევთ პროტოკოლს, ანუ ჩვენი ახალი როუტერის twins. როგორც ხედავთ, ამ ფანჯარაში შეგვიძლია ვირჩიოთ მაგალითად RIP. სწორედ აქ წყვეტს სისტემის ადმინისტრატორი თუ რა ლოგიკით იმუშავებს ქსელი. უბრალოდ გაჩერებებს დაითვლის თუ უფრო რთულ ჭკვიანურ ალგორითმებს გამოიყენებს. და ბოლოს, როცა პროტოკოლი არჩეულია, დგება მისი წვრილმანი კონფიგურაციის დრო. აქ უკვე შეგვიძლია დავაზუსტოთ მაგალითად, რა ინტერვალებით გაიცვალოს ინფორმაცია სხვა როუტერებთან, რომელი ქსელური ინტერფეისი გამოიყენოს და ასე შემდეგ. ანუ ვახდენთ პროტოკოლის სრულ მორგებას ჩვენს კონკრეტულ ქსელურ გარემოზე. კარგი, ჩვენ დავიწყეთ ერთი უბრალო იმეილით და დავასრულეთ Windows სერვერის კონფიგურაციით. მოდით ახლა ერთი წუთით შევჩერდეთ და შევაჯამოთ, რა იყო მთავარი, რაც ამ გზაზე გავიგეთ. მაშასე, რა დაგვამახსოვრდა? პირველი, მარშრუტიზაცია არის მონაცემების უხილავი GPS, რომელიც მათ დანიშნულების ადგილამდე აცილებს. მეორე, როუტერები ამას აკეთებენ პროტოკოლების, ანუ ერთგვარი საგზაო რუკების დახმარებით. მესამე, გვახსოვს, რომ სხვადასხვა პროტოკოლი RIP, OSPF, BGP სხვადასხვა ზომისა და ტიპის ქსელისთვისაა შექმნილი. და ბოლოს, რაც მთავარია, ამ მძლავრი ტექნოლოგიის მართვა შესაძლებელია არა მხოლოდ სპეციალური აპარატურით, არამედ პირდაპირ Windows სერვერიდანაც. და ბოლოს, მინდა დაგისვათ ერთი დამაფიქრებელი კითხვა. პროტოკოლებმა, რომლებიც დღეს განვიხილეთ, ფაქტობრივად ააშენეს ის ინტერნეტი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. მაგრამ ტექნოლოგია ხო არასდროს ჩერდება. ქსელები სულ უფრო მეტად გადადის ღრუბელში, ხდება ვირტუალური და პროგრამირებადი. როგორ ფიქრობთ, რა ჩაანაცვლებს ამ ძველ წესებს და როგორი იქნება მომავალი თაობის ინტერნეტის GPS? ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება.